მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს ტრადიციისამებრ შემოგთავაზებთ კვირის ტარო პროგნოზს. ვნახოთ აბა რა გველოდება 1 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით. გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი, მანამდე კი შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, დიახ, ზუსტად ამ ერთი კვირის განმავლობაში გვექნება კვირეული საახალწლო აქცია 50%-იანი ფასდაკლება თითქმის ყველა ტარიფზე. პირად ტარო კონსულტაციებზე. დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ დამაგრებულ პოსტში ან მომწეროთ პირადში. ასეთი გრანდიოზული ფასდაკლება ხდება, ვაკეთებ უბრალოდ წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ძირითადად ვაკეთებდი ხოლმე დეკემბრის ბოლოს, მაგრამ გადავწყვიტე, რომ დეკემბრის დასაწყისში გამაკეთებინათ თქვენთვის. კარგით, მოდით ვნახოთ აბა რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში, რა ელოდება პირველ ვარიანტს და რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. პირველი ვარიანტი ასეთი ქვა, მეორე ვარიანტი ასეთი ქვა გვექნება. არჩიეთ თქვენთვის სასურველით, უგჭირდება დააპაუზეთ. პირადი კონსულტაციის და აქციის მსურველებმა შეგიძლიათ მომწეროთ პირადში. შეგახსენებთ ასევე, რომ საჯარო გაშლები უფასო არის, ამიტომაც ენერგიების დაბალანსებისთვის ველოდებით თქვენს უკავშირს ლაიქების, კომენტარების სახით. და მოდით დავწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტით, ვინც ვერ მოასწრო არჩევა შეგიძლიათ დააპაუზოთ და ვნახოთ რა გველოდება ჩვენ პირველი ვარიანტი კვერთხების სამიანი. რაღაც ახალი გზა, რაღაც ახალი ეტაპი ამ ერთი კვირის განმავლობაში. ნახეთ, კონკრეტულად ამ არკანიდან ვხედავ იმას, რომ რაღაც არსებობს თქვენს რეალობაში, ეს შეიძლება იყოს საკუთარ თავზე მუშაობა, რაღაც სხვა ასპექტი შეიძლება, სულადაც კარიერული რაღაც ასპექტი იყოს, მაგრამ რაღაც არის, რასაც ჰქონდა მცირედი შედეგები, ან არ ჰქონდა საერთოდ და ამ ერთი კვირის განმავლობაში ზუსტად ეს რაღაც, რაზედაც თქვენ მუშაობდით, რაზედაც თქვენ წვალობდით, გამოიღებს თქვენთვის ძალიან საინტერესო შედეგებს. თითქოს რაღაც კონკრეტულ სფეროში ახვალთ ახალ ეტაპზე, ახალ საფეხურზე, რაღაც ახალ გზაზე გადიხართ. პირველი ვარიანტი. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება პირველ ვარიანტს 1 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით. რა ელოდება? არკანის შეყვარებულები, არკანი თასების ტურზე. მეგობრებო, ძალიან საინტერესო არკანები ამოვიდა, იმიტომ რომ პირველ რიგში რაღაც გარკვეული არჩევნის წინაშე შეიძლება მოგიწიოთ დადგომა. არჩევანი მაგალითად კარიერასა თუ სასიყვარულო ურთიერთობებს შორის, ან არჩევანი ორ კარიერას შორის, რომელიც თქვენ მეტად მოგწონთ, რომლის პროცესის მოგწონთ და რომელიც არ მოგწონთ, მაგალითად, ხო? აი დავუშვათ რაღაც ისეთი არჩევანი არის, რომ მოგწონთ კონკრეტული პროფესია, გინდათ რომ იმ პროფესიით წახვიდეთ, მაგრამ ამავდროულად მოგეცათ რაღაც სხვა შანსი, სადაც თქვენ საქმიანობა დიდად არ მოგწონთ, არ სიამოვნებთ, მაგრამ უფრო მეც იხდიან. აი რაღაც ასეთ პროცესებს ვხედავ, რაღაც ასეთ არჩევანს. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, უბრალოდ სავსებით შესაძლებელია რაღაც ასეთი არჩევნის წინაშე დადგეთ. რას უნდა მიანიჭოთ უპირატესობა? ხმლების ხუთიანი და არკანი ეშმაკი. ეს იქნება ერთგვარი ტესტი, ვინც ასეთი არჩევნის წინაშე დადგებით. აქ თქვენ მაქსიმალურად კარგად უნდა გაანალიზოთ ყველაფერი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა უღალატოთ საკუთარ თავს და საკუთარ პრინციპებს. უნდა სადოთ ან შეთავსება, ან უფრო მეტად იმისკენ უნდა სადოთ წასვლა, რაც უფრო მეტად მოგწონთ, რაც უფრო მეტ სიამოვნებას განიჭებთ. კარგით, დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება პირველ ვარიანტს 1 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით. რა თქმა უნდა, გავიმეორებ, ისე და ისე ყველას არ ეხება ეს არჩევანი, ვიღაც შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობებსა და კარიერას შორის დადგეს, ან შესაძლოა საერთოდ უბრალოდ რაღაც სხვა ემოციური არჩევანი იყოს აქ. უმეტესობასთან მეც ვიტყვი, აქ იქნება რაღაც ემოციური არჩევანი, აი შინაგანად მოგიწევთ რაღაც ახალი არჩევნის გაკეთება, რაღაც ახალ გზაზე. და ეს არჩევანი ეხება მეტად სასიყვარულო ურთიერთობებს და რაღაც შინაგან განწყობას, იმას, რაც თქვენ გიყვართ, ან იმას, ვინც თქვენ გიყვართ. კვერთხების დედოფალი, კარიერის კუთხით იქნება ძალიან საინტერესო კვირა თქვენთვის. აქ შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, კარიერული ზრდა, ან კარიერული დადებითი პოზიტიური ცვლილებები. რაღაც ახალ ეტაპზე გადასვლა კარიერულად, მაგრამ ასევე ეს არკანი არის ძალიან მაგიური და მეტყოლებს იმის შესახებ, რომ აქ ცვლილებები და თქვენი ძალა, მოდით ასე ვიტყვი, იმიტომ რომ ცვლილებები ყველასთან არ იქნება, თქვენი ძალა გამოიხატება თქვენს კარიერაში და თქვენს ქარიზმაში, თქვენს ეშხში ამ ერთი კვირის განმავლობაში. დავამატოთ არკანები და ვნახოთ კიდევ რა ელოდება პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში.
არკანი ქურუმი ქალი და არკანი კვერთხების სექსიანი. გამარჯვება კონკრეტულ სიტუაციაზე, გამარჯვება იმ ვითარებებზე, რომლებიც თქვენ გტანჯავდნენ დიდი პერიოდის განმავლობაში, ახლო წარსულში, შესაძლოა თვეების განმავლობაშიც კი რაღაც გარკვეულ კრიზისში იყავით და ამ კრიზისიდან შეძლებთ რომ გამოხვიდეთ. პლუს ამასთან ერთად კვერთხების სექსიანი არის უფრო მეტად გამარჯვება საკუთარ თავზე, საკუთარ შიშებზე, საკუთარ ნეგატიურ ფიქრებზე. ასევე ამ ერთი კვირის განმავლობაში გექნებათ გაძლიერებული ინტუიცია, რომელსაც აუცილებლად უნდა მოусმინოთ ძალიან კარგად. სულ ეს არის პირველი ვარიანტი და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტს რა ელოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში და არკანი ქურუმი კაცი. მეორე ვარიანტი თქვენ ძალიან შემეცნებითი კვირა გელოდებათ. პრინციპში პირველ ვარიანტსაც, მაგრამ თქვენ უფრო მეტად სულიერად შემეცნებითი კვირა გელოდებათ. თქვენი ინტუიციაც საკმაოდ ძლიერი იქნება ამ ერთი კვირის განმავლობაში, პიკზე იქნება, რასაც ქვია. მაგრამ ნახეთ, ასევე აქ არის იმის შანსი, რომ გარკვეულმა ცრუ ეზოთერიკოსებმა, ცრუ შეთქმულების თეორიებმა ცოტა არც სასიამოვნო ენერგიებით ჩაგითრიოთ, ამიტომაც კარგად გქონდეთ ჩართული ამ ერთი კვირის განმავლობაში ინფორმაციული ფილტრი, იმიტომ რომ იცით თაღლითების მეტი რა არის, მატყუარების მეტი რა არის, ყურადღების მოყვარულების მეტი რა არის, რომლებიც მუდმივად შეთქმულების თეორიებს და სისულელეებს იგონებენ, ხო? კი შეიძლება რაღაცეებში იყოს სიმართლის მართვალი, მაგრამ იცით ყველა ადამიანს გვაქვს ჩვენი გონება, ყველა ადამიანს გაგვაჩნია ინტელექტი და ყველას თავად შეგვიძლია გავაანალიზოთ, სად არის სიმართლე და სად არა. ხვდებით ხომ? ყველას შეგვიძლია ინფორმაციის გადამოწმება, არსებობს, არ ვიცი, თანამედროვე ტექნოლოგიებით დაწყებული, ეგრეთ წოდებული ChatGPT და Google-ით დამთავრებული, იმით რომ არსებობს ასევე წიგნები, არსებობს, არ ვიცი, ჩვენი გონება, ხო? დავიწყებ ამით ჩვენი გონება, რომლითაც ვაანალიზებთ. ამიტომაც იყავით დაკვირვებული და ასევე მოусმინეთ თქვენს ინტუიციას. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება მეორე ვარიანტს 1 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით. რა ელოდება ვნახოთ აბა. თასების 3-იანი, ხმლების 5-იანი. ნახეთ, პირველ რიგში აქ ყველას არ ეხება ის ინფორმაცია, მაგრამ სავსებით შესაძლებელია კონკრეტულ თქვენს მეგობარზე ან ამხანაგზე აღმოაჩინოთ ის, რომ ადამიანი რეალურად ენერგიას გპარავთ, გაცლით, თუმცა უმეტესობასთან აქ რეზონირდება ისე, რომ ან უკვე ხედავთ ამას, ან არა მეგობრისგან, ანუ არა ახლო მეგობარს გულისხმობ, არამედ ცოტა შორეული ადამიანისგან უფრო მკვეთრად დაინახავთ ამას და წაიჭერთ კონკრეტულ ენერგეტიკულ ქურდს, წაიჭერთ კონკრეტულ ადამიანს, რომელიც გააზრებლად თუ გავაზრებლად მუდმივად გეჯიბრება, ცდილობს დაგამციროთ. პლუს ამასთან ერთად თქვენ აქ გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში ძალიან საინტერესო კომუნიკაციები, ბევრი გართობაც ადამიანებთან, სულაც არ არის გამორიცხული ახლო ადამიანთან, ახლო მეგობართან დალევა, ან რაღაც მსგავსი პროცესიც კი. დავამატოთ არკანები და ვნახოთ კიდევ რა ელოდება მეორე ვარიანტს უკაცრავად 1 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით. ვნახოთ აბა. რა ელოდება არკანი თასების დედოფალი, არკანი ხმლების 9-იანი და არკანი ხმლების დედოფალი. მეგობრებო, ორი დედოფალი ამოვიდა, თასების დედოფალი და ხმლების დედოფალი და ხმლების 9-იანი. ნუ პირველ რიგში აქ მე ვხედავ ასეთ მდგომარეობას, ემოციურ მდგომარეობას. ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ იქნებით საკმაოდ სენსიტიური, ძალიან ბევრი რაღაცის მიმართ, მათ შორის ენერგიების მიმართაც, ამიტომაც გექნებათ ინტუიცია ძალიან გაძლიერებული, პიკზე რასაც ქვია, მაგრამ ასევე მაქსიმალურად გაუფრთხილდით თქვენს ნერვებს და მოდით ვიქნები მაქსიმალურად გულწრფელი, ნუ მოიშლით ნერვებს რაღაც სისულელეებზე, ნუ მოიშლით ნერვებს ისეთ ადამიანებზე, რომლებიც საერთოდ არ იმსახურებენ თქვენს ყურადღებას, ნუ მოიშლით ნერვებს უაზროდ მოსროლილ სიტყვებზე, ან ნეგატიურ ყურადღებაზე, მეტად კაცრად დაიცავით თქვენი პირადი საზღვრები და გახსოვდეთ, როდესაც ადამიანი თქვენკენ უშვებს ნეგატივს, აი თქვენ ადამიანისთვის არაფერი არ გაგიკეთებიათ, მაგრამ ადამიანი მოდის რაღაც ნეგატივით, იცოდეთ, რომ ადამიანი მოდის არა თქვენკენ, არამედ თავისი თავისკენ. იმიტომ რომ ამ დროს ადამიანი საუბრობს არა თქვენს შესახებ, არამედ საკუთარი თავის შესახებ. ადამიანის რეაქცია, ადამიანის განწყობა არის მისი პასუხისმგებლობა და ეხება მხოლოდ და მხოლოდ მას. ეს არის მისი კარმა და არა თქვენი. და თქვენ თუ ადამიანისთვის არაფერი ცუდი, ნეგატიური არ გაგიკეთებიათ, ადამიანი რასაც გამოხატავს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ნეგატივს. ხვდებით ხომ? გახსოვდეთ ამის შესახებ. სულ ეს არის მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა, ბედნიერი, ნაყოფიერი კვირა და ნახვამდის.